ვისლები სიდედრს აქებენ. რა ვიფიქრე? რა ვიფიქრე? მიდი შენ რა ვიფიქრე? არა, შენ რა ვიფიქრე? რა ვიფიქრე? მიდი რაღაც შენც ვიფიქრეო, ხო თქვი? ჩვენი სიდედრი შენ არა ჯერ ჩვენი სიდედრიო ხო შენც ხო თქვი ჩვენი სიდედრიო დავაი მიდი დაამთავრე ბიჭო რა ვიფიქრე და ეს ჩვენი სიდედრი ახლა კი ჩასიძებულები ვართ რაღაცა მაგრამ ეს ჩვენი სიდედრი ხო არ გაუშვათ დასასვენებლად დასასვენებლად მოხუც და თავშესაფარი ეგ არა ჩემ გულში ზიხარ ეს ბინა ჩვენ დაგვრჩება შენი ოთახი მე ჩემი ოთახი შენი ცოლი მე ჩემი ცოლი ვაი შენგენაც ცხოვრობთ ასეთ კვეთ აღარ შემიძლია ძმაო მაგის ენა მკლავს ყველა იმაზე გამიგია მაგრამ იმათ გარეშე არ გამოვა არაფერი ხო იცი ცია მოდი მოიცა მიშიკო მოდი ხალო ერთი წამი მოდი ხალო ერთი წამი რაიმე ბადრიჯას მთელი რა გინდა მიშიკო რა ბაკო ესეცდი რაღაცა ესეც ახლა საქმე რა მოკლედ რაღაცა მოვიფიქრეთ რა გადავწყვიტეთ და თქვენ რომ მოიფიქრებდით რამეს რა ვინ გადაწყვიტა მიშიკო რა გადაწყვიტე მიშიკო რატომ ელაპარაკები ეგრე ირონიულად გადავწყვიტეთ რაღაცა ხო არ უნდა ირონია არ უნდა კარგი რაღაცა გადმოეციგიო მოკლედ ჩვენი სიდედრი ხო არ გაუშვათ სახლიდან რა ანუ სახლიდან გავუშვით კი არა იქ რომ იყავთ რა აი რომ მიიყვანდა რომ დატოვე მოხუცა თავშესაფარში ცოტა ცუდად ჟღერს მაგრამ აი რომ ადამიანსო მიიყვანდა რომ დატოვე ვის ვისტოვებ ვის უნდა გავუშვათ თავშესაფარში ანუ თავშესაფარი ცოტა ესეთი არის ხედავ რა თავხედები არიან ნახე ახლა რა ეს ფანჯარა რო ღია არ ჩვენთან ნიავი უბერავს და არ გაგვიცივდეს კაცო იქ ცივნიავს არ მიაკარებენ თქო დედას თავი რო დავანებოთ ყველაფერს დავის იქ საჭმელი უფასო სასმელი უფასო აგერ ცივნიავს არ მიაკარებენ ყველაფერი ექნება უფასო ბიჭო აქაც უფასო აქ რა ჩამოთვალე ყველაფერი გოგო აქ იმას აქ უფასო თუ არა ჩვენ ხო ვიხდით მაგას თანხას და იქ ჩვენ კი არ მოგვიწევს რამის გადახდა მოკლედ ბენეფიციარების პროგრამა არსებობს ეგეთი სახელმწიფოს აქვს გამოყოფილი 1000 ლარი თითო ადამიანზე და ეს ბენეფიციარები შედიან შესაძლებლია არიან ერთ კომფორტულ სივრცეში და ყველაფერი იქნება იდეალურად ისე როგორც დაგიბარებია რა კარგად მოიძიე სად მოიძიე და როდის მოიძიე ეგ ყველაფერი გოგო რა არის იმ დღეს წყალს უსვავდი და დედა შენმა მითხრა შემთხვევით რომ გადამწდა ჭირი და ოხრობაო და აი მაგ მომენტში შემომეძია თორე ძალით კი არ მინდოდა ხო რაკნას დაჭერდით დაჯექი რა მიშიკო რა დაჯექი რა რა გინდა იდეალური დაჯექი რა დედა რა ცუდია რომ ჩვენ სახს თხელი კედლები აქვს ყველაფერი გავიგონე აჰა გაუსაძლისია გავიგონე ყველაფერი ცხოვრება მე ვარ რამეს გთხოვთ საერთოდ ჩემი სახლიდან მიშვებთ არ გცხვენია არავინ არ სადამჭირდა რამე გითხოვია თქვენთვის ისე რადგან რა დამჭა ახლა რა დამჭა სიცოცხლე მე მეცედა მოვკვდები და ვინც კარგად მომივლით იმას დავუტოვებ სახლს ასე გადავწყვიტე მე ვინც მომივლის სახლიც იმისია ხო ნუ ახლა ჩვენ ოთახში თუ დაიძინებს მე პრობლემა არ მაქვს არც მე დედა თან შევიდა მიშიკოს ოთახში დაიძინე ზე კარგად შემოდის იქიდან ფანჯარას თბილა დაბლა დავწვევი მე იატაკს დავწევ თუ გინდა შენ მეც დედი მეც მიშიკოს და თუნია შენ დაგიწვევი გიორგი მიდი დედა თქვენთან ერთი წუთი გაჩერდი რატო შენთან დააცადე ჩვენ რა ამ ხელა საწოლი გვაქვს რა თქვინა იმ ხელა საწოლი რა საწოლი გაქვს ბიჭო შუაში დაეტევა უნდა კედელთან უნდა ფანჯარასთან მე დაბლა დავწვევი ძმაო და ჩემს სიდეს დედას შეარ დავწევი შენი ქმარი დაწვება იატაკზე რატო შენმა ქმარმა გავჭყლიტოთო დედაო ხო გაიგე არ გავჭყლიტოთო მე ჩახუდებით გავჭყლიტავ თუ რამე დედას კი მიშო კი ხო ასე იქნება ჩემ გიორგის რო უყვარს დედა ტყუილია ჩვენ რომ მოუვuვლით ისე ვერავინ ვერ მოვლის ხო დედა მაცადე გამოიწიე ქალბატონო ერთი გამოდი ერთი ხო დედა აი სიყვარულზე მართლა მიშიკოსნაირად არავის არ უყვარხარ არც კი ყვარები ხარ დედა არავის მიშიკოს ისე უყვარხარ ხო კი აი დედა
გაიხსენე უბრალოდ. საჭმელია, სასმელია, შენი თავის მოვლისთვის რა ნივთებიც კი გჭირდება, შენი წამლები, ყველაფერს ყიდულობს ჩემი მიშიკო დედა. თავისი მანქანი საყიდელი ფულიდან აიღო და შენ მოგიტანა ის წნევის დამარეგულირებელი. მოიცა, ჩემა მიშიკო. მოიცა. ეგ მანქანის ფული ჩემი 5 წლის პენსიიდან არ აიღეთ, კაცო? ჰა? და მე დღემდე რომ ვიხდი მაგას? დედა, ხო, იხდი, კი, იხდი. ხო და ეგ არის დედა, ნახე რა კარგია. ანუ შენ იხდი, შეგიძლია. ცოცხალი ხარ დედა. ანუ რა? ცოცხალი ხარ. ამათ უყურე. ამათ მიგიბრობას საზღვარი რო არა. ამათ უყურე, ამათ უყურე საერთოდ. სხვათა შორის, მეც იაკო რატომ მოვიყვანე ცოლად? იცი რომ შემოვედი და ჩემი სასიდედრო რო დავინახე, ისე შემიყვარდა ვაიმე მეთქი მე ამ ქალთან რო არ ვიცხოვრო რა შემიძლია თქვა და მაგიტომ მოგიყვანე ხო გახსოვს? ყველაფერი კარგად გვაქვს. რა. სად მოიყვანე? ბიჭო, ძიაკო მოტაცებული ხავს. ხო. რომ მოიტაცე და შემოიყვანე, და შემოხვედი და დაგინახა ქალბატონმა დედამ, დედის ერშიაგინე. რა მითხრა მე? რა გითხრა? მერაფერი გაშრა კალი. გაშრა ქალი კი არა, იმდენად ძალიან ზე ადამიანია, რომ შეურაცხყოფაზე პასუხი არ გამცა. აი რა არის, ჩემი დედიკო და სალოყაში რო გავარტყი მეორე მომიშვია და აი ამიტომ მიყვარს მე ჩემი. აბარა, ის არ გახსოვ, დედა, კარგად გაიხსენე, ჩემი და გიორგის ქორწილში ხალხი რო იძახდა, ნეფეჯობია თუ პატარძალიო, ჩემი გიორგი დარბოდა და სიდედრი ჯობია, სიდედრიო. შენ რა სიყვარულზე საუბრობ, საერთოდ წნევის წამლის ფული რომ მოგცა დედამ. წახვე და შაურმები იყიდი, ასე არისო? ხო. არის ხო ასე? მე შაურმები ვიყიდე, შენ მის რა ქვია, მის ფულით საერთოდ ბოზებში სახვედი. რა მიშიკო? ერთი წუთი მერე ვისაუბროთ მაგას. რა ბოზებს კი არ სოს დახმარების ფული ავიღე ჯერ ერთი. მაგას იმდენად არ გიყვარ ჩვენი სიდედრო, ყურადღებას არ აქცევ, მე რისი ფული ავიღე, კაიგე? აი ესე საერთოდაც. ხო, მაგიტომ მიყვარს მე ყველას მიდი ხო, არ უნდა. კარგი კაცო, რა სისულელეებს აკეთებთ ან ერთი ან მეორე რა? მოდი ერთი. არა, რაც მართალია. არ ვიცი. მე ისე მიყვარს დედა ჩემი. დედა ჩემი. რო ესე არ ვიცი რა, ვინმეს უყვარდეს რაღაც არ მჯერა. დედა ჩემი მე ყველაზე ძალიან მიყვარს. სულ ხელის გულზე ვატარებ დედას. მე დედა ჩემი ისე მიყვარს, რომ ხელის გულზე ვატარებ და მეორე ხელს აი ესე შემოვაფარებ, რომ ცივი ნიავი არ მიეკაროს. მე დედა ჩემი ისე მიყვარს, რომ აი ამ ხელის გულზე მიშიკოს ხომ ყავს და მიშიკოს აი ესე გადავაგდებ და მარტო დედას დავუტოვებ მთელ ტერიტორიას, რომ აი ესე ვატაროს სულ და დიდი სივრცე კონდეს. კარგი ერთი თნოლი მომიგე, მაგრამ მე უფრო მიყვარს დედა ჩემი. დედა ჩემი, ჩვენი არა, ჩემი. რა დედა შენი, დედა ჩემია, ჯერ და მე იყო დედა შენი. რანაირადაა, გოგო, დედა შენი იყო, ჯერ და მე გახდა დედა ჩემი. მე პატარა ვარ, მე უფრო მჭირდება ყურადღება და დედაა ჩემი. ხო და დედა ჩემიც არის მე, კი არა, დედა ჩემია. აუ, შენ ვის დედაზე რას ამბობ, გოგო, ვის დედაზე რას გავს დედა შენი? გათახსირებული ქალია დედა შენი. დედაჭი, შენ პელენწუკა დედას მიხედე მთელი სამეზობლო რო ვერ იტანს. ის ვერ იტანს. კიდე ამანი ვერ გიყიდია დედა შენთვის, რანაირი დედა ყავს, ყველა მაგაზე ჭორავს. კიდე არ გეტყვი და არ დაგამცირებ დედა შენზე. მეზობლები რას იძახიან, ხან ერთ კაცთან დაეთრევა, ხან მეორესთანო. აი ეგეთია დედა შენი. ვის დედაზე ამბობ, გოგო, ვის დედაზე? ხო, დედა შენზე მაქვს საუბარი, დედა შენზე ყველა რო ჭორავს და საზიზღარი ქალი როა. კაპიკა ფუს ვერ გააგდებ, აი ეგეთი გოგონა დედა ყავს შენ და ეგეთი. დედა ჩემი, დედა შენი არ არის, რაზე ვკამათობთ? მარა დედა ჩემი უფროა. დედა ჩემი უფროა. დედა ჩემია, დედა შენი. დედა ჩემი უფროა, იმიტომ მე ვარ პირველი შვილი, მე გამაჩინა. რა? ლექსი დავწერე. რა ლექსი? შენ ისი დავწერე. რა გაჩვენდი? მე ვიდეო წაიკითხე. აბა. გოგო, ლექსი დავწერეთ ქალბატონო ნანი. აი, ცოლი მინდა და აღარც შვილი, ჩემს გულში მხოლოდ თქვენ დაიდეთ სივრცე. ნეტავ ამ ქვეყნად მხოლოდ ჩვენ ვიყოთ. სიდედრი, სიძე, სიდედრი სიძე. ხოჭა, კაი, გიშიკო, შენ არ დაწერე? ხზულება? არ დამიწევი. სანამ ერთმანეთს დახოცავთ. ხოდე.
რაღაცა მინდა რო გითხრათ. ხო, დედიკო. ისე. მე გისმე ყველაზე ყურადღებით. მე უფრო გისმე. ხო, მიდი. ხო. მოკლედ, სანამ ამ სახს რომელიმეს გადმოგიფორმეთ. მე. იქნებ იპოთეკა მოვხსნათ, რომ ბანკმა არ გაგვიყიდოს. დედა, იპოთეკა გვაქვს ამ სახლზე. კი, შვილო. შენ იცოდი და არ მითხარი, გოგო? მე რა ვიცოდი ხა დედა შენს რა აქვს იპოთეკი და რა არა. ეხლა დედა ჩემი დედა დედა შენია. შენს არა აქვს. შენ არ ამბობდი, უნდა წავიყენო მოუარო. კი, შენ არა. ხუებავდი მე უფრო აიხვანე. მომიკიდე ხელი, აღარ უნდა მაგას. აიხვანე და შეხედე. სად მიხავს ერთი წამი. მოკლედ სახელმწიფოს აქვს ბენეფიციარების პროგრამა იდეალური. მოკლედ გარკვეული მაქვს ყველაფერი. 1000 თან სილნიავს არ მიაყენე, შანსი არა. მოიცაი